დაფიქრებულ ხარ, რატომ ხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში? ძველ ეგვიპტეში სიზმრების სამყარო ცოცხალთა მიწასა და მკვდრების სამფლობელოს შორის გადებულ ხიდად მიიჩნეოდა. სწორედ ძველი ეგვიპტური სიზმრების წიგნი არის სიზმრების ინტერპრეტაციის უძველესი სახელმძღვანელო, რომელიც 3000 წლის წინ შეიქმნა. პლატონთან სიზმარის სულის ყველაზე უარყოფითი ლტოლვით ნაწილს უკავშირდებოდა. რადგანაც ისეთი სურვილები შეიძლება გამოვიდეს სააშკაროზე, რომელიც სიფხიზლეში დათრგუნულია. ფროიდის თანახმად, ძილის დროს ცნობიერების კონტროლი შედარებით სუსტდება. ამიტომ სიზმრები ცოცხლებსა და მკვდრებს შორის გადებული ხიდი კი არა, ცნობიერსა და არაცნობიერს შორის გაბმული ვიწრო ძაფია. დღეს მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიზმრები ძირითადად ავტობიოგრაფიული აზრებია, რომლებიც დაფუძნებულია თქვენს ბოლოდროინდელ საქმიანობას, ფიქრებზე ან ცხოვრებაში არსებულ სხვა საკითხებზე. სიზმარს შეიძლება ჰქონდეს ორგვარი ახსნა: ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური. ზოგიერთი სიზმარი ტვინს დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების აღქმასა და გადამუშავებაში ეხმარება. ზოგიერთი კი ტვინის ფიზიოლოგიური აქტივობის ნაყოფია. სიზმარი ყველაზე მეტად REM ფაზასთანაა დაკავშირებული. ასე დროს ტვინის აქტივობა მატულობს და უახლოვდება იმ დონეს, როგორც სიფხიზლესაც გვაქვს. ითვლება, რომ ძილის ეს ეტაპი აუცილებელია კოგნიტიური ფუნქციებისთვის, როგორიცაა მეხსიერება, სწავლა და კრეატიულობა. ეს პერიოდი ასევე ცნობილია ყველაზე ნათელი სიზმრებით, რაც აისახება ტვინის აქტივობის მნიშვნელოვანი მატებით. სიზმრები შეიძლება ვნახოთ ძილის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ ისინი შედარებით ინტენსიური სწორედ ბოლო ეტაპზეა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიზმრებს სწრაფი ძილის ფაზაში ვხედავთ, მაშინ, როდესაც ჩვენი ტვინი ყველაზე აქტიურია. მიიჩნევა, რომ ადამიანი ყოველ ღამით სულ მცირე 4-5 სიზმარს ხედავს. და მაინც, რა არის სიზმრების ბიოლოგია და მათი დანიშნულება? მეცნიერები რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებენ. კერძოდ, ესენი შეიძლება იყოს მეხსიერების კონსოლიდაცია, ემოციების დამუშავება, ჩვენი ღრმა სურვილების გამოხატვა და პოტენციურ საფრთხეებთან დაპირისპირების პრაქტიკა.